დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ერთადერთი გზა ისევ უწყვეტი პროტესტია. ისინი უკვე მე-11 დღე არჩებიან ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ითხოვენ მედიკამენტების შემოტანას საკუთარი შვილებისთვის. ლაპარაკია ევროპასა და ამერიკაში გამოცდილ წამლებზე, რომლებიც უკვე დადასტურებულად აუმჯობესებს მდგომარეობას და ახანგრძლივებს ბავშვების სიცოცხლეს. ქართული ოცნებიდან კი კვლავ უარია ოცნების ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელმა პასუხებმა პარლამენტში, მშობლები ფიზიკურის გარდა მორალურადაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. გარდა იმისა, რომ მიხეილ სარჯველაძე იმეორებს პროპაგანდას წამლების საზიანოების შესახებ, მის მიერ გამოყენებული ტერმინებიც მშობლებისთვის რთული აღსაქმელი გამოდგა. მიიჩნევენ, რომ სარჯველაძის შეურაცხმყოფელი გზავნილები ოპოზიციის გარდა მათაც ეკუთვნოდათ. წამლის ეფექტიანობა კი ერთ-ერთმა მწარმოებელმა ფორმულასთან დაადასტურა და მზაობაც გამოთქვა ოცნების ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. კონკრეტულად რომელ კომპანიაზე და წამალზეა ლაპარაკი, მარიამ ლეკიაშვილი მუშაობს თემაზე. დიახ, უკვე 11 დღეა, რაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. 11 დღეა მათ არ მიუღიათ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ. 11 დღეა კვლავ არავინ შეხვედრია, მათ ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვედრიათ. მათ ასევე მათთან შეხვედრაზე უარს ამბობს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. 11 დღეა, რაც ეს ადამიანები უწყვეტ პროტესტს უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ შემოაქვთ ქვეყანაში ის მედიკამენტები, რომლებიც უკვე არის გამოგონებული ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მედიკამენტებს აქტიურად იყენებენ უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს მედიკამენტები არის დადასტურებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. ბოლო დღეებია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქტიურად დაიწყეს ამ მედიკამენტის საფრთხეებზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ ამ მედიკამენტების შესახებ არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევები, რაც დაადასტურებს, რომ ეს მედიკამენტები არ არის საფრთხის შემცველი. ფორმულამ კითხვით მიმართა ერთ-ერთი მედიკამენტის, კონკრეტულად გივინოსტატის მწარმოებელ კომპანიას და ფორმულამ მიიღო პასუხი ამ მწარმოებელი კომპანიისგან. ისინი აცხადებენ, რომ მათ უკვე სრულად დაასრულეს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ იმასაც, რომ ისინი მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროსთან ღია მოლაპარაკებების შესახებ. ისინი მზად არიან მოელაპარაკონ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ღიად ისაუბრონ ამ მედიკამენტების საფრთხეებზე. ისინი ამბობენ, რომ ეს მედიკამენტი არის გამოგონებული ეს მედიკამენტი არ არის გამოგონებული ამ დაავადების სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი უბრალოდ ამ დაავადების პროგრესირებას აჩერებს. გივინოსტატი შეუძლია შეანელოს გადაადგილების უნარის დაკარგვა და დაავადების პროგრესირების სხვა ძირითადი ეტაპები. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან. იმის უზრუნველყოფა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს მიუწვდებოდეთ ხელი ავტორიზებულ მკურნალობაზე საერთო პასუხისმგებლობაა. ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას წარვედგინოთ საჭირო სამეცნიერო და მარეგულირებელი ინფორმაცია ნებისმიერი განხილვის პროცესის მხარდასაჭერად. იმ ქვეყნების მიღმა, სადაც იტალ ფარმაკომ უკვე დაასრულა შეთანხმებები კომპენსაციის და პაციენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ, კომპანია აწარმოებს მრავალ აქტიურ მოლაპარაკებას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან. 11 დღეა ეს ადამიანები უწყვეტად განან ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან და 11 დღეა ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა, არანაირი ემპათია არ გამოუხატავთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ, თუმცა ამ ადამიანებს გვერდში უდგანან ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს აქ საგანგებო ბრიფინგი გამართა ლელო ძლიერმა საქართველომ. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფოს მუშაობის ხარისხზე ყველაზე კარგად მეტყველებს თუ როგორ ექცევიან ისინი ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს და სწორედ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არ აძლევს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტს, ყველაზე უკეთ მეტყველებს ქართული ოცნების მმართველობაზე. რაც ხედავთ ჩვენ 14 წელიწადია, რაც ეს ვითომ მთავრობა მართავს ქვეყანას. სრული იგნორირება იმისი, რომ ადამიანს სჭირდება მედიკამენტი.
ეს ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დიუშენის სინდრომზე. დიუშენის სინდრომზე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ამ საკითხს. როდესაც პაციენტი მიიღებს იმ მედიკამენტს, რომელიც მას სჭირდება, რომელსაც გვაქვს საშუალება გამოყენების შემთხვევაში, რომ მისი ცხოვრება გავახანგრძლიოთ და უფრო ხარისხიანი გავხადოთ. მაგრამ ამაზე არ ფიქრობენ. ყველა იშვიათი დაავადების მედიკამენტი ხერხს ძვირი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თავის თავზე აიღოს ამ მედიკამენტებით და ახალი მეთოდიკების დანერგვით. ეს გაკეთებადია. უნდა ხვდებოდეს მშობლებს, უნდა ახსენებდეს რა გაკეთდა, უნდა მოხდეს წასვლა იმ ქვეყნებში, სადაც ეს მედიკამენტი გამოყენებულია და მშობლები უნდა იყოს ამაში ჩართული. უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები იმ ქარხნებთან, რომელიც აწარმოებს ამ მედიკამენტებს. აქ შეკრებილი ადამიანები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და ოჯახის წევრები უწყვეტ საპროტესტო აქციის გაგრძელებას აანონსებენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები შესრულებული არ იქნება, სანამ არ შეხვდებიან მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ქვეყანაში არ შემოიტანენ იმ მედიკამენტებს, რომლებიც უკვე არის გამოგონებული ამ დაავადებასთან საბრძოლველად.